სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს არის პირველი კვირა სულთმოფენობიდან და ეკლესია აღნიშნავს ყველა წმინდათა ხსენების დღეს და იხსენებს ზეციურ სამყაროს ამ მხრივ. ანუ იმ ადამიანებს, ვინც ქრისტეში გაბრწყინდნენ და მარადიულ ნედარებაში იმყოფებიან. მოგეხსენებათ, რომ სულთმოფენობა არის დღე, როცა სულიწმინდა გარდამოვიდა მოციქულებზე და შემდეგ უკვე მათ მიერ მთელ ქვეყნიერებას მოედო და გადმოვიდა იმ ადამიანებზე, ვინც ირწმუნეს ქრისტეში და უკვე სულიწმინდა არის წინამძღოლი, მატარებელი და გზის გამკვლევი ადამიანებში, ქრისტიანებში და ეს დღე არის წოდებული როგორც ეკლესიის დაარსების დღე, რომ სულიწმინდა არის მამოძალავებელი ენერგია, რომელიც კურნავს ნეულებს და ნაკლოვანებს აღმოავსებს და ეკლესია არის სწორედ სულიწმინდის მოქმედებით განშღენილი. ასე რომ წინა კვირას იყო ეკლესიის დღე და უკვე წმინდათა ხსენება შემდეგ კვირაში, ანუ დღევანდელ დღეს ნიშნავს იმ ნაყოფზე, რაც ამ სულიწმინდის მოქმედებამ გამოიღო. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ღმერთი მოქმედებს ადამიანში, რას ნიშნავს ადამიანში ღმერთის მოქმედება? აი, ყავს ადამიანები, რომლებიც გახდნენ წმინდანები. ესენი არიან კანონიზირებული წმინდანები, რომელიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ შერაცხა წმინდანებად. ყველა რელიგიას, ყველა საერთოდ რელიგია არ არსებობს, სადაც წმინდათა სწავლება წმინდანებზე და კრიტერიუმები თუ ვინ არის წმინდანი, რომ არ ქონდეს. და იმის დამიხედვით თუ როგორია ესა თუ ის რელიგია, არის მათში სხვაობა. ყველგან ერთ და იგივე კრიტერიუმი არ მოქმედებს. სხვადასხვა რელიგია სხვადასხვა ხედვა აქვს სიწმინდეთა მიმართებაში. და აი ქრისტიანობას თავისი განსაკუთრებული სწავლება აქვს თუ რას ნიშნავს იყო წმინდანი. პირველ რიგში ქრისტიანობა აღიარებს ერთ ღმერთს და ღმერთი თავისი ბუნებით არის წმინდანი. ანუ ის არის აბსოლუტური, ის არის მიუწვდომელი, ის არის შემქმნელი სამყაროსი და ის ამ თავისი ბუნებით არის წმინდა, რაც გამორიცხავს ყოველგვარ წუნს და გამორიცხავს ცოდვას. ნუ მისი ყოველი მოქმედება არის აუცილებლად წმინდა და სხვაგვარი მოქმედება მას არ აქვს. ასევე იესო ქრისტე, რომელიც განკაცდა ღმერთი, რომელმაც ადამიანური ბუნება მიიღო და სრული ადამიანი გახდა, ისიც თავის მოქმედებაში, თავის აზროვნებაში, თავის საქმეში სრულად იყო წმინდა, არის წმინდა. და თუ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად, ესე იგი ადამიანის უპირველესი დანიშნულებაა მიმსგავსება თავის ხატისა, პირველ ქმნილისა. ანუ ჩვენ ასე რომ ვთქვათ, გადმოხატულები ვართ უფლისგან, ხო, მისი ბუნებით და ამიტომ ჩვენ ვართ ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მივემსგავსოთ მას. რატო არა ვართ ჩვენ წმინდანები? იმიტომ რომ პირველადი ადამიანი შექმნილი იყო არც წმინდად, არც არაწმინდად. ანუ ადამი შეიქმნა, ასე ვთქვათ, უცოდველი, მაგრამ არა წმინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას პოტენციაში ჰქონდა დაცემის საშუალება. თავის არჩევანზე იყო დაეცემოდა ის, მიყვე გაყვებოდა ცოდვას, თუ გააგრძელებდა ღვთისკენ სვლას და მიაღწევდა სიწმინდეს. მოგეხსენებათ, რომ ადამი დაეცა
და განიცადა მან ხწნადობა, გვდომა, ავადმყოფობა, დაღლილობა, ყველა ის უბედურება, რაც ადამიანის მოდგმას ახასიათებს, სწორედ ადამიანის დაცემის შემდეგ ხდება. ამიტომ ქრისტიანობა აღიარებს, რომ ადამიანი იბადება დაცემული ბუნებით. და ამ დაცემული ბუნებას სჭირდება აღდგინება. და ამ აღდგინების პროცესში შენ უნდა მოახერხო და მიემსგავსო ღმერთს. და სწორედ ქრისტეს მოსვლა იყო საჭირო იმისთვის, რომ ამ პროცესში მომხდარიყო ზეჩარევა, ანუ ზეცით გარდამოსული ხელის დახმარება. ადამიანი თავისი ვერ აღწევდა სრულყოფილებას, ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ვერ ემსგავსებოდა ღმერთს. თქვენ რომ ნახოთ ძველი აღთქმის წმინდანები, ისინი გამორჩეულები არიან. ისინი არიან მართლაც თავისი დროის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონები, რომლებიცაც სხვადასხვა წმინდანს სხვადასხვა დიდი და მაღალი მისია ჰქონდა და დიდი საქმე აქვს გაკეთებული. მაგალითად აბრაამს, ხო? მაგალითად მოსეს, მაგალითად დავითს. მაგრამ რომ გავხედოთ მათ ცხოვრებას, ისინი შორს არიან იმ სიწმინდისგან, რომელიც აქვთ უკვე ქრისტეს შემდგომ წმინდანებს, სრულყოფილების ნაწილში, ხო? თქვათ იქ დავითს საყვარელი ყავდა, მოკლა ადამიანი, იმიტომ რომ ეს ქალი დაესვა თვითონ თავისთვის ხარჭად. იქ მოსეს ყავს მოკლული ეგვიპტელი, იქ აბრაამი თავის შვილს კლავდა. ხო, ანუ და ცოლს თქვათ ფარაონს უმზადებდა, რომ ეშინოდა სიკვდილის და ამიტომ. ანუ აი ესეთი თვისებები, ანუ ეს მათი ბრალი კი არ არის, ეს უბრალოდ ეს ადამიანური ღირსებებია, რომელიც დაწრეტილია ღვთის შინაგანი მოქმედებისგან. როგორც ნათქვამია, ძველ აღთქმაში ღმერთი ადამიანს გარედან ესაუბრება, იცი? გარეთ არის მისი ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა. და უკვე ახალ აღთქმაში სულთმოფენების შემდეგ უკვე შინაგანი სამყარო იშლება და სული ღმრთისა გიძღოდეთ თქვენ წინ, მაცხოვარი ამაღლებამდე ამას ეხოდება. სული ღმრთისა და ეს სული წმინდის მოქმედება უკვე მთელი თავისი სიმძაფრით შემოდის ეკლესიაში. და ეს ცნობადება ღმერთის, რომ შეიცნო ღმერთი, იცნო ის, როგორც შენი მხსნელი და შენი მფარველი და შენი ღმერთი, ეს ხდება სწორედ აი სული წმინდის მოქმედებით, ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ყველა ვინც ქრისტეს დაუძახებს ღმერთს, მე ესეთ ადამიანს ვერ უწოდებ ეშმაკეულს ან ბოროტისგან, რაც არ უნდა თქვათ ცოდვილი იყოს. თავად ეს უკვე რაღაც ცნობადობა ღმერთისა უკვე სული წმინდის მოქმედებით ხდება. პირველი საუკუნეებგანვე მოციქულები ყველა ქრისტიანს ამის გამო, აი ამ ცნობადობის გამო, ყველა ქრისტიანს ეძახდნენ წმინდანს. თქვენ რო წაიკითხოთ რომაელთა მიმართ ეპისტოლე, იგივე პეტრე მოციქულის ეპისტოლე, ხო, ამ ეპისტოლეებში ხშირად ამბობს მიმართავს რა ქრისტიანებს, აი კოლასში მყოფ ქრისტიანნო, წმინდანნო, მე თქვენ მოგმართავს. იქ ცოდვილებიც იყვნენ, იმიტომ რომ პავლე მოციქული ამ ცოდვებს ხშირად განიკითხავდა, მიუთითებდა, აღმოფხვრავდა, უკადაგებდა, რომ განშორებოდნენ ამა თუ იმ მათ შორის მძიმე ცოდვებსაც. მაგრამ მაინც მიმართავდა წმინდას. ანუ სიწმინდე იმ ხანებში იყო უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ შენ ქრისტე გეცნო როგორც ღმერთი, ეს რთული პროცესი იყო და ძალიან მძიმე საქმეა, რომ ახლა ღმერთი, რომელიც მონოთეისტი ხარ და ღმერთს როგორც აბსოლუტს ესე უყურებდა, რაღაც მიღმიურია და აპოფატიურია, ამ დროს
მოეღო და უცებ ადამიანია და ვიღაც კაცზე თქვა რომ აი ეს არის ღმერთიო, ხო? ამის გაკეთება არის ძალიან ძნელი და თუ არა მართლა სულიწმინდის მოქმედება, ეს აღმოჩენა ვერ მოხდება. ეს ჩვენთვის არის დღეს 21 საუკუნეში ადვილად თქმა, ამ ხელა გამოცდილება როცა გვაქვს, ხო, საუკუნოვანი ეკლესიის გამოცდილება ძალიან ადვილად ვამბობ ქრისტე ღმერთი და ჩვენთვის ბუნებრივია ეს. მაგრამ წარმოვიდგინეთ პირველი საუკუნე, აბა, როგორია ქრისტე როგორ შეიძლება ებრაელისთვის წარმოვიდგინეთ, ყველა ვინც იტყვის რომ ღმერთი ვარ, კრეხელია, უწერიათ კანონში. და როგორია ახლა ამის აღიარება რომ შენ ამის და მიუხედავად შენ მაინც ადამიანს ეძახი ღმერთს. კიდევ უფრო როგორი რთული იყო როცა მაცხოვარმა მოციქულებს უთხრა რომ იც არ ჭამოს ხორცი ჩემი, არ დალიოს სისხლი ჩემი ღირსი არაა და ყველანი წავიდნენ. ყველანი დატოვეს მაცხოვარი ყველა. იმიტომ რომ ესე ძალიან უხეშად ამბობს მაცხოვარი ამ სიტყვებს. ვინც არ შეჭამოს ხორცი ჩემი, პირდაპირი ხორცია, იქ არ არის ჩემი სხეული, ჩემი ბუნება, რა, რაღაც ბერძნული მაღალფარდოვანი სიტყვები და მეტაფორები შეცვლა. იქ პირდაპირ ხორცია, აი ხორცი, სისხლიანი ხორცი, რომელსაც ადამიანი ბაზარში ყიდულობს. და პირდაპირ ამაზე მიუთითებს, რადგან მოციქულებიც კი აღშფოთენ და საშინელია შენი სიტყვები, რომ პეტრე მოციქული ეუნება. საშინელია შენი სიტყვები, ეს რა გვესმის, რა ხორცი უნდა როგორ უნდა შევჭამო ჯერ შენი ხორცი, ან ადამიანის ხორცი როგორ უნდა ჭამო. და მაცხოვარი ეუნება შენს თუ გინდა წადი. გესმით? ნახე როგორ არ ეშინია მაცხოვარს პატარა საწყოსი. ჯერ ისედაც 12 კაცი ხავს და ისინიც გარბიან. კი ბატონო, ყველა წადით. ხო და იმიტომ რომ საღვთო სიტყვა არის ჭეშმარიტება და ის ჭეშმარიტება ვერ იტევს სხვა რამეს, არაჭეშმარიტებას. ამიტომ ჭეშმარიტება თუ ითქვა, ამ ჭეშმარიტებაში უნდა მოხვიდე. შენ კი არ უნდა შექმნას შენი ჭეშმარიტება. მოდი იცი ხორცი კი არ იყოს, მოდი იცით რა იყო, გამომწვარი ხორცი იყოს, ან რაღაცა იყოს ესეთი ხორცის მაგვარი. არა, ხო? და აქედან გამომდინარე, რატო მოვიყვანე ეს, რომ მაცხოვარი ასე მიმართებს მოციქულებს და მოიზიდავს თავისკენ, რომ სულიწმინდის მოქმედება კიდევ უფრო ახლოს იყოს ადამიანთან. ეს ზიარება ჩვენ ასაც მიჩვეულები ვართ და კიდევ ვიმეორებ სულ ბევრ ამას იმდენად მიჩვეულები ვართ, რომ ყურებს იქით ვატარებთ. წარმოთ ყოველ წამში ვამბობთ ხორცი ქრისტესი მიიღეთ და სისხლი ქრისტესი და რაღაცა აი ამ ფორმით მაცხოვარმა შემოიტანა სულიწმინდის ძლიერი მოქმედება ადამიანში. ანუ ღმერთის და ადამიანის დაახლოება მოახდინა სრულად, აი მოლეკულურ დონეზე, ასე რომ ვთქვათ, ხო? ანუ შენ გაქვს მისი სისხლი და მას აქვს შენი სისხლი. თანაზიარები ვარ. თანაზიარობა რას ნიშნავს? აი ცოლქმარები არიან თანაზიარი სრულად ყველაფერში მთლიანად თანაზიარი. უნდა იყოს, მაგრამ არიან, ხო? ყველაფერი. ანუ სრული ამაზე მჭიდრო ურთიერთობა არ არსებობს. ერთ სისხლ და ხორცობა. და აი ღმერთს ესეთი სიყვარული აქვს ადამიანის მიმართ, რომ ესეთი ურთიერთობის ბაუნდა და სხვანაირი ურთიერთობა მას არ უნდა. აქედან გამომდინარე, სიწმინდისკენ ტოლვა არის პირველი ნიშანი შენში სულიწმინდის გაღვიძებისა. შენში რაღაც საღმრთო ხმის გაგონებისა. ის კი არა წმინდანი გავხდე, არამედ სიწმინდისკენ ტოლვა. გესმით? ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. აი თქვათ იყო მარია მაგდალინელი, თქვათ მეძავი და უცებ გაეღვიძა, ხო? და გაიქცა და დაინახა და შეუურდა ფეხებში და თქვათ წარხოცა ზეთიანი ფეხები თავისი თმით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს უამრავი მაგალითი. ანუ ეს გაღვიძება და ტოლვა სიწმინდისკენ არის ყველაზე მთავარი ადამიანში. აქვე მინდა თქვა რომ ერთი პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანს აქვს ეს მაგალითი მოყვანილი, რომელიღაცა ფრანგი ავტორის არის, რომ ყველაზე დიდი დანანება ადამიანისთვის არის არ გახდომა და არ ტოლვა სიწმინდისკენ. ამაზე დიდი სინანული არ არსებობს. უпростоრ სინანული კი არა, აი დანანება, რასაც ქვია, რომ
როცა ადამიანს დაგედარდება რა უქენი ეს აი დაგედარდება ის რომ ტოლვა არ ქონდა სიწმინდის იმიტომ რომ ამ სიწმინდეში იშლება საღმრთო მრავალფეროვანება ბუკეტი სულიწმინდისა ნეტარ სულიერება და ყველა ის რაც საღმრთო მოცემულობა და ადამიანისთვის ესე იგი განკუთვნილია აი ის ყველაფერი იშლება ამ სიწმინდისკენ ტოლვის დროს დღეს ჩვენ მაცხოვარი სიტყვები ვთქვით რომ ვინც მამას ვინც შეიყვაროს მამა დედა ცოლი ჩემზე მეტი ღირსი არ არისო ჩემი ღირსი და აქვე პეტრე ეუბნება რომ აი ჩვენ დავტოვეთ ყველაფერი და რა მე აი დავტოვეთ ყველაფერი და გამოყევით შენ და ეუბნება რომ 100 მაგათ 1000 მაგათ მიიღოთ ანუ ის რაც შენთვის მიწაზე არის ყველაზე დიდი ის იმდენად მაღალ ხარისში უნდა გაამრავლო რომ მიიღო ის რაც გელოდება შენ ეს არ არის ვიტოს სიტყვები როცა უყურებ სახარებას კითხულობ შეიგრძნობ და ამას გამოცდილებით ხვდები აი მაგალითად მოგწონს თქვა ხარ ესთეტი და მოგწონს ბახი მოცარტი თუნდაც თანამედროვე მუსიკა აი როგორ შეიძლება ბახის მუსიკა გადაიყვანო და გაამრავლო 38000 ჯერ ან 100000 ხო აი რა შეიძლება იყოს ესეთი სავარაუდოდ არის ახალ მაცხოვარი ამბობს პავლე მოციქული ამბობს მე აყვანილი ვიყავი მესამე ცაზე და იქ ისეთი რამ ნახე მოვისმინე ვერ გადმოვცემ სიტყვები დავდუმდი ეს გასაგებია რომ ახლა მიწიერზე 100 ჯერ უფრო დიდი იქნება ზეციური და ეს ტოლვა ადამიანში ამ სიწმინდისკენ ტოლვა იწვევს ნელ-ნელა მიმსგავსებას ხო ნელ-ნელა ადამიანი თავის თავზე მაღლა დგება მაცხოვარი დღევანდელ სახარებაში სიტყვებით ამთავრებს სასუფეველი ცათა მიიტაცების და ვინც მიიტაცოს ანუ ვინც მოიდომოს და თავი დადოს და იბრძოლოს არა ალესილი ჯურებით სხვა ადამიანზე თავის ჩარტმით ან სხვა ადამიანზე გინებით ან ზღვით და მითითებები და თითისკნევით არამედ საკუთარ თავში ეს მოახდინოს ფერისვალებას მან აღმოაჩინოს ეს მარგალიტი როგორც სახარებაშია ერთ მარგალიტს იყიდის დიდი ვაჭარი იპოვის ყველაზე ძვირფას ქვას და ყველა რაც დანარჩენი აქვს სიმდიდრე გაყიდის და ამას შეიცეს როცა იპოვის ესეთ მნიშვნელობას მართლაც აი ადამიანი როცა რაღაც ქრისტიანი ხდება დროთა განმავლობაში თუ ის სწორ გზაზე დგას რაღაცები უფერულდება მისთვის რაღაცები აღარა ან ადამიანს როცა დიდი ტკივილი აქვს ოჯახში მომხდარი მისვლა ბევრი რაღაც გაუფერებული ხშირ რომ დაუწყო შვილმკვდარ დედას მამას რაღაცებზე ფოჩვია კამპეტებზე წამოგება ნუ არ წამოეკება ადამიანი იმიტომ რომ ისეთ რაღაც დონეზეა და ისე უყურებს უკვე სამყაროს იმიტომ რომ ყველა ძვირფასი ადამიანი აღარ ხავს და ასევე ღმერთის მოპოვება და მოხვეჭა თუ შემოიხვეჭ მას მაშინ ბევრი რაღაცა გაუფერულდება აი დღეს როგორი მნიშვნელოვანია თავისუფლება გაქივიან ახალგაზრდები ბებრები ყველანი გაქივიან თავისუფლებას და ამ დროს ეს თავისუფლება არის პირდაპირ უკუპროპორციული შენ სურვილებთან რაც მეტი სურვილი გაქვს მით უფრო ნაკლებად ხარ თავისუფალი აი დაფიქრდი დაბა თუ არ არის ესე რაც მეტი რამე მინდა ნუ რა მნიშვნელობაა რა გინდა რაც არის ხო ჯანმრთელი რაღაცა გინდა არის ნახევრად ჯანმრთელი და უბოროტო და ბოროტებაც არის ხო ყველაფერი რაც გინდა შენ გაკავებს და გაჯაჭვებს ამიტომ რამდენიც არ უნდა იძახო თავისუფლება მინდა უნდა დაიწყო შენი თავიდან ანუ შეზღუდო შენში ის სურვილები რაც შენ გაჯაჭვებს და აღარ ხდის თავისუფალს ხო იმიტომ რომ მოკლედ გასაგებია რატომაც ასე რომ აი ამ გზაზე
ჭეშმარიტი სიწმინდე სწორედ ამ თავისუფლებაზე გადის. რომ შენ თუ ხარ სიწმინდეში, მაშინ შენ თავისუფალი ხარ. შენ თავს ფლობ და უცებ ვერ წამოეგები რაღაცა სისულელეზე და სიტყვასაც დაიჭე, თავსაც დაიჭე და მშვიდად შეხედა, ანალიზსაც გააკეთებ და ისე მოიქცევი, როგორც სამთო ქრისტიანულ სულის მქონე ადამიანზე კადრება. აი ახლა ხა მაშინ ხარ თავისუფალი. და არა მაშინ, როცა ევროკავშირის დრო შეგიჭირებს, ხო? ესე იგი, სიწმინდესთან ერთად მოდის ბევრი ისეთი სათნოებები, რომელიც ამ სიწმინდეს თან ახლავს. არ არსებობს წმინდანი იყოს და ის არ იყოს მშვიდი. ისტერიჩკა წმინდანი არ არსებობს. ისტერიული ადამიანი, რომელიც თავზე ამხობს ყველას და ყველაფერს, წმინდანი ვერ იქნება, ხო? არ არსებობს ამპარტავანი წმინდანი. თუმცა აქვე დავამატებ, რომ 20 საუკუნის ბოლო, მე-20 საუკუნის 21-ით ცოტა არ იყოს ამ ხრივ მოიკოჭებს. იმიტომ რომ ისეთ ადამიანებს რაცხავენ წმინდას, რომ აშკარად ამპარტავნები იყვნენ ცხოვრებაში. აშკარად არასწორად ცხოვრობენ. ახლა სახელებს არ დავასახელებ, რასაკვირველია. კერძო საუბრებში შემიძლებით. იმიტომ რომ ადამიანებისთვის სათაყვანისმცემელი ხდება. მე თვითონ წმინდანებთან დამოკიდებულებაც არასწორი გვაქვს. არ შეიძლება ესეთი გაფეტიშება რახან წმინდანია. იმ წმინდანმა თქვა სისულელე ბოდიში. ბევრჯერ უთქვია, იმიტომ რომ ნასვამი იყო და თქვა სისულელე. არ შეიძლება ნებისმიერ წმინდანი, ვინც არ უნდა იყოს, მისი ნათქვამი, როგორც ლოზუნგი აიღო და მარტო მხოლოდ იმაზე იყო ჩაკეტილი. ყველაფერი დღეს მე-21 საუკუნის ადამიანი ხარ, შენ სხვანაირად აზროვნე. შენ კრიტიკული აზროვნება გვაქვს. არ შეიძლება ისევ დაიბნოლო და შუა საუკუნეების აზროვნებაში გადავალო. შუა საუკუნეებრივი აზროვნება ესე იყო. გეოვნებოდა მეფე, გეოვნებოდა ეკლესია, უნდა გაგეკეთებინა. მაგრამ დამაარსებლების შემდეგ ეს აზროვნება შეიცვალა. და იმ აზროვნებით ვარ, ჩვენ შუა საუკუნეების აზროვნებით არა ვარ. ჩვენ ფეოდალური აზროვნებით არა ვარ. ჩვენ არავინ არ გვმართებს ასე პირდაპირ ფეოდალი და რომ გეტყვი შეიცვალე იქით უნდა წავიდეს და შეიშვილი აქეთ წამოვიდეს, შენ შეგიძლია უარი უთხრა და პოლიციას გამოიწვევს, ხო? ანუ ჩვენ დღეს ვაზროვნებთ ყველა გინდა თუ არ გინდა, არა ასეთი ბატონყმური აზროვნებით, არამედ ვაზროვნებთ კრიტიკული აზროვნებით. ეს ჩვენ სკოლაში გვაქვს, პროგრამაში გვაქვს, ესეთი ფსიქიკა ჩამოგვიყალიბდა 21 საუკუნის ადამიანზე, სწორიცა და კარგიცა. გამოიძიე, სახარებაში ბევრჯერ არის, გამოიძიე, ნახე, გამოიკვლიე. ნუ ენდობი სიტყვა, თუნდაც ქრისტესი იყო, ნუ ენდობი, მიდი გამოიძიე და ნახავ თუ არ არის ქრისტე. ღმერთი. გამოვიძიო და ვნახოთ. ამიტომ ჩვენ არ გვეშინია ქრისტეზე ლაპარაკის უცნაური კითხვების დასმის, არც უხერხული კითხვებით, ან ძიმე კითხვებით. რატო არ გვეშინია? იმიტომ რომ წამს. აი მაგალითად მე-3 საუკუნის დიდი მოღვაწე იყო ალექსანდრე კლემენტე ალექსანდრიელი, ფილოსოფოსი, რომელსაც ალექსანდრიულ სკოლას ჩაუყარა საფუძველი. ის ამბობს, რომ დღეს ისე არისო, წარმოიდგინეთ მე-3 საუკუნეში კიდევ იყო, რომ მოდი მარტო წმინდა წერილი იყო, სხვა არაფერი წიგნი, სხვა წიგნები არ წავეკითხოთ ფილოსოფიური იმ დროს იცით რომ ელინისტური ფილოსოფია იყო, ანტიკური და მოყოლებული ბერძნული, აზროვნების მწვერვალია დღემდე, ხო? და არ წავიკითხოთ. და კლემენტე ალექსანდრიელი ებრძვის ესეთ გნოსეომახურ აზრს და იძახის რომ შენ თუ გეშინია უცხო რაიმის წაკითხვა, იმიტომ რომ შენ ქრისტიანობაში და შენ წმენას შეერყევი, გეტყვი რომ ქრისტიანი არც არასდროს ყოფილხარ. როგორ შეიძლება შენ რაღაც ჰარი პოტერმა შენი წმენაში არტიოს? წარმოვიდგინე რა ქრისტიანი უნდა იყო, რომ ქრისტეს წაიკითხო სახარებაში, მე რა ჰარი პოტერს წაიკითხე და შედაეჭვდები ქრისტესე? იკითხე მაშინ ეს ჰარი პოტერის სულ. ესეთი ქრისტიანი ვის უნდა, როცა ჰარი პოტერს შეუძლია ჯო როულინგს რაგვარია ეს კალბატონი, იმას შეუძლია შენი აზრის შეცვლა. ან თქვათ ყურანს თუ წაიკითხავ ისლამში, ისლამურ წიგნს შენ შეგეცვლება ქრისტეზე აზრი, ბევრი წერია სხვათა შორის ქრისტეზე ბევრად უფრო მეტი ვიდრე მუჰამედზე.
და რა ქრისტეზე აზრი შეგეცვლება, როგორ შეიძლება შეგეცვალოს. ხო და აქედან გამომდინარე ჩვენ მყარნი ქრისტეში პირიქით კრიტიკულად უნდა ვიაზროვნოთ, კრიტიკულად შევხედოთ, გავაანალიზოთ, ესეთი უნდა ვხარ ღმერთს. არა ბრმა, არა რაღაცა გამხოლი, აი იმ წმინდანმა თქვა, აი იმ წმინდანის სავარძელია, წავედით ვემთხიოთ წმინდანის სავარძელს. რატო უნდა ემთხიოთ წმინდანის სავარძელს? სავარძელი იმისთვისა, რომ ჩაჯდე. რა მოხდა იჯდა ამ სავარძელში ეს კაცი? სავარძელია თავისთავად, იმიტომ არის მე პროტესტანტები გვეძახიან რომ წარმართები ხარ. მართლა წარმართები დაადვი ხარ სავარძლებზე, ტანსაცმელებზე, ფაჩუჩებზე, რა ვიცი, 1000 რაღაცაზე დარბი ხარ. ქრისტე გავიწყდება და დაასდევ რაღაც ბამბებს, რაღაცებს. ესე არ შეიძლება. ეს არის ჭკუიდან გადასული მოქმედებები. აი წამალი ანალგინი კარგია, ერთი ტაბლეტი როცა თავი გტკივა, ხო? და თუ დალევ 10 უკეთესი კი არა. უარესია. თუ ამ სავარძელს როგორც შეხედავ ნივთს, რომელსაც ის ხმარობდა, რაღაც გული გაგინახდება, იმიტომ რომ ის გაგახსენდება. ეს არის ნორმალური. და პატივით მიაგდებ მის საქმუზეუმში დაადებად რაღაცას გააკეთებ, ხო? მაგრამ თუ დაიწყებ პარაკლისების კითხვას და ჩოქვას სავარძელს რო დაინახავ. ჩვენ რომ ნახოთ ძველი ევხოლოგიონები, ანუ ლოცვის წიგნები, რომლითაც ლოცვები, თქვენ ვერ ნახავთ წმინდანს, რომ თხოვდნენ რაიმე სათხოვნელს. ვერ ნახავთ. და დღეს წავიკითხოთ აბა პარაკლისებს, რამდენი გვაქვს წმინდანი, ეს წმინდანის და ეს თქვა, ეს წმინდანია, ის თქვა. რატო? იმიტომ რომ წარმართი დავივიწყეთ. წარმართობა რა არის? წარმართობა არის რაღაცა ღმერთია, რომელიც არ შეიძლება რომ შეაწუხო. ამიტომ უნდა ვიღაც პატარა ბოჟიჩკები უნდა დაიჭირო და იმათ თხოვო. ესეთი დამოკიდებულება, აი ახლა ღმერთ ქრისტეს ხო არ შევაწუხე? არა, მამა ღმერთს მით უმეტეს ვერ შევაწუხე. ამიტომ მოდი სერაფიმ საროველი დავიჭიროთ და მას თხოვოთ. რაღაცა. წელი მტკივა და სერაფიმ საროველი გამხოლა. არა და ვერცეთ ლოცვას ვერ ნახავ ძველს, სადაც წმინდანებს ზე ლოცვა. მაგრამ წმინდანების გარდა ღვთისმშობლის ლოცვები არ არის. და გვიან ჩდება ღვთისმშობელზე ლოცვა. იმიტომ რომ მაცხოვარმა თქვა, რაიცა ითხოვოთ მამას, ჩემსგან ის მოგცეთ თქვენ. მოვიდა, იმიტომ რომ თვითონ მოგცეს თავისი თავი. არა ჩვენ ისევ კვერპები უნდა შევქმნათ, გესმით? ისე უნდა დავიწყოთ ძიება რაღაცა აი წარმართული და შენ კი მითხარი ესე, მაგრამ მერიდება შენ. აი ის რომ გერიდება, ეგ არის წარმართობა. ის რომ შენ გონია ღმერთს აწუხებ, ეს არის წარმართობა. ის რომ გონია რომ ღმერთი მოვა მერე და დაგზის, ეს არის წარმართობა. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამ წარმართობებით აივსო ჩვენი სარწმუნოება, ეკლესია. უკვე ვეღარ აჩვენს სად არის ქრისტიანობა და სად არის სწორი ჭეშმარიტება და სად არა. თუ იგივეს აკეთებ, რასაც წარმართი აკეთებს, რა განსხვავებაა შენსა და წარმართს შორის? მაგალითად, შენ თუ იესოს ლოცვას ლაპარაკობ ესე ტყუიაფქვევებით, რომელშიც აზრს არ აყვა და ესეთი აზრიც არ, რაც შეიძლება სწრაფად ბევრი თქვა, მეაყარო, რომ არაფერი სიბინძური არ შემოვიდეს, იმიტომ რომ შენ რო ლაპარაკობ ის ფარია და ეს უფრო წარმართი ზუსტად ლამაისტური ბუდისტები ესე აკეთებენ მანტრებს. ხო, იქ მანტრა აქვს, ლოცვა აქვს რაღაცა. ამ ლოცვას არ აქვს შინაარსი, აბრაკადაბრაკა. უბრალოდ რაღაც ფორმულაა, რომელიც ვიღაცა ლამამ თქვა, რომ აი ამ ფორმულით ეშმაკებს დევნით და ამ ფორმულას ატრიალებენ. ეს ფორმულები არის ესეთ რგვალ ცილინდრებზე. თუ ნანახი გაქვს ლამაისტური ტიბეტში, ლამაისტური მონასტერი, იქ ესეთი სვიტკები ამის და ყველგან თავისი მანტრა წერი. უშინაარსო ტექსტი. ამას თუ დაატრიალებ, ესმის შენი თქმა აღარაა საჭირო, ის ტრიალებს. და ის მანტრაც იქ არის. შენც იქ ხარ, მანტრაც იქ არის. მე მეორეს, მე 20 რო დაატრიალებ და შენ იქ იქნებ. ვერ მოგეკარება ვერაფერი, წარმოიდგინე. ესეთი რწმენა და ჩვენც ვერ მსგავსებით თუ არა ესეთი რწმენი, აი ამ სისულელეებით
ვემსგავსებით თუ არა წარმართებს და აი წარმართულ აზროვნებას. რა უნდა ღმერთს? უბრალოდ ერთი სიტყვა უთხარი და გაჩუმდი. ეხლა ღმერთსაც მოусმინე ერთმა წმინდანმა თქვა სხვათა შორის. შენ სულ ლაპარაკობ, ლოცულობ, ეცოდი გაჩუმდი ეხლა. და შენც გაჩუმდი და მოისმინე, აბა გულში ჩაიხერე. აღარ უნდა ლაპარაკე ამდენი. ღმერთთან ურთიერთობა არ არის მარტო დილის ლოცვები. შეიძლება საერთოდაც არ არის დილის ლოცვები. იმიტომ რომ იმდენად მობეზრებული აქვს ადამიანს ლოცვის დროს აყვედრის ღმერთს რომ ეს რა დააწესა ყოველ დილით სამსახურში მაგვიანდება და მე კი აღდგევარ და რაღაცები უნდა ვიკითხო. ბევრად უფრო კარგი არ არის გაჩუმდე, დაждე და აი რასაც ქვია ჭრედა დაფიქრდე რაღაც მაღალზე და სიწმინდეს. ეგეც ღმერთის ლოცვა. ყველაფერი ლოცვაა. რასაც ღმერთის წინაშე აკეთებ და შენ თუ პირით ღმერთისკენ გეხარ, ანუ მარადიულად გახსოვს და ღმერთი შენს თვალწინ არის, ყველაფერი ლოცვაა. განა ლოცვა არ არის მეწაღე რომ კარგ ფეხსაცმელს აკეთებ? ღვთისადიდებელი არ არის? თუ მაინც გონია თუ ჩუქურთმაც გავაკეთებთ ეკლესიაზე, ის არის ღვთისადიდებელი? არ არის ღვთისადიდებელი ექიმი რომ კარგ ოპერაციას გააკეთებს? ან პედაგოგი კარგად გადასცემს ბავშვს? ან უამრავი პროფესია რაც კი არსებობს ახლა თავარი პროფესიები და მნიშვნელოვანი პროფესია და არამნიშვნელოვანი. ყველაფერი ღვთისადიდებელია. ღმერთმა აღარ თავისი მოსვლით აღარ დაყო ქვეყანიერება საკრალურად და პროფანულად. ყველაფერი შეგიძლია საკრალულში შემოიყვანო. შენ თუ მუსიკას დაწერს და მიუძღვი ღმერთს, ის საკრალური ხდება. შეხარ ვენახი დემეტრე პირველმა რომ წაიმღერა და ამოუშვა ეს ლამაზი სიტყვები, სრულიადაც არ იყო კანონიკური პირდაპირ მნიშვნელო ეკლესიაში საგალობელი. იმიტომ რომ ისეთი მეტაფორული ფორმებია ხო იქ? მაგრამ გახდა საგალობელი, იმიტომ რომ ისეთი ნიშნები საერო ჩვეულებრივი სიმღერაა. ესევე შენ რასაც გააკეთებ ღვთის გულისთვის, ღმერთის განსადიდებლად, ყველაფერი შენი გაკეთებული ნაბიჯი არის ლოცვაც, ღვთის დიდებას, მიმსგავსებაც და ღვთის საქმის კეთებაც და სიწმინდეც. რასაც შენ ღვთის განსადიდებლად და რასაც ღვთის სადიდებლად არ გააკეთებ, გინდა ეზიარე კიდევაც ახსარებებისთვის, თუ ეს ღმერთთან ერთად არ არის, არაფერი არ გამოვა. ამიტომაც დღევანდელ დღეს მინდა გითხრათ რომ მოვერიდოთ ახალ წმინდანებთან აი ესეთი ურთიერთობებს რაღაცა ზღვარ გადასულს. ჯერ ზოგი ცოცხლები არიან და უკვე ისინი გამოცხადებულები არიან წმინდანებად. მოვერიდოთ ამ ათონის მთის გაფეთიშებას, იერუსალემის აღდგომის ტაძრის გაფეთიშებას, ცეცხლის გაფეთიშებას, ყველაფრის გაფეთიშებას. თაყვანისცემა ჩვენ რომ ვამბობ, რეალურად თაყვანისცემა იქ არ არის. პატივის მიგება, სიტყვარი პატივის მიგება. თაყვანისცემა არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის მიმართ. არაფრის მიმართ სხვა. უბრალოდ მაღალი პატივის გამო ვამბობთ რომ თაყვანისცემ ხატს. მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით ეს თაყვანისცემა არ არის. ჩვენ ხატთა თაყვანისცემის დროს ვამბობთ რომ პირველ სახეს ვცემ თაყვანს, არა ფიცარს, არა საღებავს, არა მხატვარს, არა ფუნჯს. წერია იქ კანონში. ნახოთ, აბა მეშინე სოფლო კრევან რა თქმა. ჩვენ პირველ სახესო. ამიტომ პროტესტანტები რო გვეუბნებიან თქვენ წარმართები ხართ, რა არის კერპები გაიკეთებია და თაყვანისცემ. ჩვენ ხატები გვაქვს კათოლიკებს ქანდაკებები აქვს. რა განსხვავებაა კერპი? ახლა იქ ტრაიანე იმპერატორის სხვათა შორის სასაცილო რამეს მოყვება. რომი რო დაეცა, რაღაცა ქრისტიანები გახდა, ხო, მეოთხე საუკუნის შემდეგ მოგვიანებით დაეცა ეს რომი და წარმართები შემოვარდნენ, მოკლედ. და ერთადერთი შემორჩენილია დღემდე მარკუს ავრელიუსის ქანდაკება. ულამაზესი ქანდაკება, აი გენიალური, რომში თუ მოხვდებით იქ მოედანია მარკუს ავრელიუსის და იქ დგას. მარკუს ავრელიუსი იყო ყველაზე დიდი მტერი იმპერატორი ქრისტიანობის. ყველაზე დიდი.
მაგრამ ქრისტიანებს ეგონათ რომ რაღაც ამას წვერი აქვს, ეგონათ კონსტანტინე დიდი იმპერატორი. ამიტომაც დაიჭირეს ეს მარკუს ავრელიუსის ძეგლი შემოინახეს, კარგად დაადგეს და თაყვანისცემდნენ საუკუნეების განმავლობაში. და ეგონათ კონსტანტინე დიდი. ამ დროს კონსტანტინე დიდი უწვეროა მართლა. არის კონსტანტინე დიდის გადაკებებიც უწვეროა, არა აქვს ძეგლი. მაგრამ ამდენი ხალხი დადიოდა საუკუნეების განმავლობაში და წარმართ მეფეს, რომელიც სისხლს სვავდა ქრისტიანების, ეთაყვანებოდნენ. აგერ ჩვენი მახოსაც აქვს ესეთი ისტორია. იერუსალიმიდან ჩამოუტანეს დიდი ხედი, ზეთისხილის მთიდან, როჩას ძველი იერუსალიმი. იქ არის ომარის მეჩეთი, რომელსაც აქვს ოქროსფერი დიდი გუმბათი. მაშინ მახო არ იყო ესე გაცნობიერებელი და ეგონა რომ ეს არის აღდგომის ტაძარი და ყოველ ლოცვის შემდეგ ამას კოცნდა ომარის მეჩეთს. ხო და დღეს აღარ კოცნის. მოინანია. ანუ თუ ესე გააკერბებ, რა მნიშვნელობა აქვს რას გააკეთე? ესმით? თუ პირველ სახეს არ ცემ. თაყვანს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ვისაც ეგონა რომ კონსტანტინე დიდს ცემდა იმას თაყვანს. მართლა არა, რასაც ხედავ, რაც გონია, მართლა ყველას გულში ის არის, ვინც გონია. რა მოხდა ის თუ არ აღმოჩნდება. მაგრამ აქ თავარია რომ პირველი სახე იყოს და მნიშვნელოვანი იყოს შეთვის, რას ცემ თაყვანს, ვისთვის აკეთებ ამას. და ამ გაუგებარ ეპოქაში არის ბევრი რამე გაუგებარი და აჯღაბუჯღა აჯაბსანდალური და ამიტომაც ცოტაზე მეტად ვიყოთ ფრთხილები, იმიტომ რომ Facebook-ში ვხედავ, აი გავიქცეთ ის წმინდანია, იქ რაღაც მონასტერი ააშენეს, რაღაცები გარბიან ახლა იქ, მერე იქ ააშენეს რაღაც გამორბიან აქეთ და ამ სირბილში სად არის ქრისტე არავინ არ არის, აღარ აინტერესებს ქრისტე. თავარია ის მამა არის, ის დედა არის, ეს მამის მამა არის და ასე შემდეგ. მოკლედ რთულ დროში ვართ და ამიტომ უფრო მეტი გჭირდება ცოდნაც, გამოცდილებაც, უფრო კრიტიკულად მიუდგეთ ყველაფერს. არ მივიღოთ ყველაფერი საჭიროა პროდუქტს ხო სინჯავთ არა? სანიტარული სამსახური რაღაცა არ შეიძლება ესე პირდაპირ ყველაფრის ჭამა. ესე არ შეიძლება ყველაფრის მიღება. მით უმეტეს აი ესეთ გაუაზრებულ ეპოქაში. ამოვშები ბრმები და ბრმას თუმცა გაუძღება ხრამს ჩავარდებიან ორია. ასე რომ ფსევდო იდეალები და ფსევდო წმინდანები და ფსევდო რაღაც თეორიები, იმიტომ რომ ლაპარაკობს ეს ადამიანი, წმინდანი გონია შეხედავ და ისეთი თმები აქვს და ისეთი შემოსილია რომ ანტონი დიდი გეგონება გააღებს პირის და მორჩენილია რომ ჯობდა არ ამოგეღო ხმა იქ რა. ისე ჩუმად იყო მდუმარების აღქმა და ჯობია. აი მდუმარების აღქმაც ხო აქვს რა ადამიანი რა ხდება იქ. მეთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ბედნიერები გამყოფოთ. დარჩით სიწმინდეში.